დატაფესტ თბილისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი. წელს უკვე მე-9 ტარდება. სამდღიანი ფესტივალი 27-29 ნოემბერს გაიმართება და ცნობილია, რომ წლევანდელი დატაფესტი სრულად და ბოლომდე მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ეძღვნება. შეგახსენებთ იმასაც, რომ ფესტივალი ყოველწლიურად იმ ადამიანებს აერთიანებს, რომელთა საქმიანობა მონაცემებთან არის დაკავშირებული. დიზაინერებს, დეველოპერებს, მარკეტერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ასევე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს და ასე შემდეგ. 2017 წლიდან დღემდე ფესტივალმა 80-მდე ქვეყნიდან 6000-მდე მონაწილეს, 300-ზე მეტ ვორქშოპსა და 100-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლა. ვის დაეთმობა წლევანდელი დატაფესტის სცენა და რა თემები დაიფარება 3 დღის განმავლობაში, დეტალებს ჯუბო ბერიძიშვილი, დატაფესტ თბილისის ორგანიზატორი გაგუზიარებს, რომელიც უკვე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ჯუბო, გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში ჩვენთან სტუმრობისთვის და დატაფესტი დაბრუნდა წელსაც, როგორც ჩვევია ხოლმე, ძალიან საინტერესო თემებით ხართ წარმოდგენილი, მაგრამ მინდა რომ ტექნიკური დეტალებით დავიწყოთ, მათ შორის სად გაიმართება, როდის, როგორ და რა იქნება წელს განსხვავებული, რასაც შესთავაზებთ აუდიტორიას. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. იმის დავიწყებ, რომ ფესტივალის მე-9 გამოშვება იქნება ეს. 2017 წლიდან მასპინძლობს და ამით ძალიან ვამაყობთ. წელს 27-29 ნოემბერს გაიმართება ფესტივალი. პირველი 2 დღე პულმანაქსის თავერში ჩატარდება, ხოლო მე-3 დღე განაწილებული იქნება სტამბას, რუმსის სასტუმროსა და ლოლიტას შორის. ფორმატში გვაქვს ბევრი სიახლე, იმიტომ რომ ამ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის მონაცემების მიმართულებით უფრო და უფრო იზრდება საჭიროება ახალი კონტაქტების შეძენისთვის, რომლებიც ადამიანს დაეხმარებიან კარიერაში, პროდუქტის ზრდაში, ბიზნესის ზრდაში. ამიტომ ფორმატში გვაქვს ტრადიციული სესიები, პრეზენტაციები, ვორქშოპები, 60-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერისგან 100 სესია გვექნება და ეს ტრადიციული სესიები მიმართულია ახალი უნარ-ჩვევების შეძენისკენ, ტექსტ მიმართულებით და ინსპირაციის მიღებისკენ. მაგრამ ამას გარდა გვაქვს სიახლეები, გვექნება მაგალითად ღია მიკროფონი, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, რომ თვითონ გახსნენ რამდენიმე წუთით სპიკერები და თავიანთი პროდუქტი, იდეა, ბიზნესი გააცნონ ფართო აუდიტორიას. გვექნება ეგრეთ წოდებული კითხე რაც გინდა სესიები, ask me anything, ტოპ სპიკერებთან, სფეროს ლიდერებთან, სადაც არაფორმალურ გარემოში მონაწილეებს შეეძლებათ დაუსვან კითხვები კარიერულ განვითარებაზე, მათ შეცდომებზე, ნასწავლგაკვეთილებზე და ისეთი რჩევები მიიღონ, რასაც როგორც წესი მხოლოდ არაფორმალურ გარემოში ვიღებთ ხოლმე ასეთი ადამიანებისგან. ამას გარდა მე-3 დღეს გვექნება ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროგრამა, რითაც ძალიან ვამაყობთ, პირველი იქნება ეს. და ამ პროგრამაზე ბავშვებს შეეძლებათ დაესწრონ ვორქშოპებს რობოტიკის, კოდინგის მიმართულებით, ნახონ ინსტალაციები, ითამაშონ და თამაშით ისწავლონ, როგორ მუშაობს მონაცემთა ინდუსტრია, მონაცემთა ანალიზი, ტექნოლოგიები. ეს იქნება მე-3 დღეს ცალკე პროგრამა ბავშვებისთვის. ამას გარდა გვაქვს კულტურული ღონისძიებები ჩვენი სტუმრებისთვის, როგორიც არის თბილისის ოკუპაციის ტური, ღვინის დეგუსტაცია ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის. არის ხოლმე გვაქვს სპიკერების ვახშამი და სპეციალური ბილეთს ვინც შეიძენს შეუძლია რომ სპიკერების ვახშამსაც დაესწროს. გვაქვს წვეულებები, წელს პირველად დავაჯილდოვებთ მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტარტაპს და ინდივიდს მათი შეტანილი წვლილისთვის. მოკლედ ძალიან ბევრი ფორმატია იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ცოდნა, ინსპირაცია, უნარ-ჩვევები და ამავდროულად ახალი კონტაქტები და პარტნიორები მისი საქმიანობისთვის. ნებისმიერი მიმართულებით, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიოდან, ხო? ეს არ არის რაღაცა ვიწრო, შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტით დაწყებული სხვადასხვა სტარტაპების დამფუძნებლები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ასე შემდეგ, ხო? 4 მიმართულებით კონცენტრირდებით შინაარსობრივად წელს და შესაბამისი მიმართულების პროფესიონალები და სფეროს ლიდერები გვყავს. პირველი არის ტექნოლოგიები, რაშიც შედის ესეთი თემები, როგორებიცაა მანქანური დასწავლა, ბუნებრივი ენის დამუშავება, AI-ის ტენდენციები, მონაცემთა ინჟინერია და ასე შემდეგ. მეორე მიმართულება, რაზეც კონცენტრირდებით, არის სტარტაპები და ბიზნესები. როგორ ხდება AI-ის გამოყენებით პროდუქტების შექმნა, გაზრდა და ბიზნეს სამყაროს ეს როგორ ცვლის. მესამე მიმართულება არის საზოგადოება და ფარავთ ისეთ თემებს, როგორებიც არის
ხელოვნური ინტელექტის ეთიკა, ეთიკური ნორმები, ის რეგულაციები, რაც პარალელურად იქნება ხელოვნური ინტელექტის გავლენა და გამოყენება დემოკრატიაში, ადამიანის უფლებების ირგვლივ და მეოთხე მიმართულება არის ხელოვნება, ერთად კრეატიულ ინდუსტრიებში, როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი. ამ ოთხი მიმართულების ირგვლივ ფესტივალი თავს მოუყრის პროფესიონალებს, როგორც პროფესიონალებს, ასევე დამწყებ დაინტერესებულ ადამიანებს. როგორ შეგვიძლია რომ მოვხვდეთ აი ამ თავგადასავალში, მათ შორის ისეთი ადამიანებს, ვისაც დარწმუნებული ვარ იქნება საინტერესო და თქვენი გათვლაც ალბათ ეს არის, ვინც შეიძლება საერთოდ არც იყოს ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენელი, არც რაღაცა მაინც კრეატიულ ინდუსტრიაში გქონდეს გამოცდილება, მაგრამ თუნდაც საკუთარ თავისუფლების ან რაღაცა ახალი გამოცდილებისთვის იყოს ეს მნიშვნელოვანი. ხომ შეუძლიათ ასეთ ადამიანებს, იგით ადამიანებს, ასე ვთქვათ, დაგიკავშირდნენ და ყველა შეუძლია ბილეთები გაყიდვაშია, კარგი ხანია სამწუხაროდ ტიკეტ-ჯიზე თუ როგორ დატაფესტ წერტილი ჯიზე. სამწუხაროდ ულიმიტო რაოდენობას ვერ უმასპინძლებთ მონაწილეებისა, შეგვიძლია 1000-მდე მონაწილეს უმასპინძლოთ და მაგრამ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა ბილეთს ყიდვის არის სამთვიანი ბილეთები, ერთიანი ბილეთები, ცალკე არის ბავშვების პროგრამისთვის ბილეთი თუ მშობელს უნდა რომ მოიყვანოს ბავშვი. ისე აჯენდას დღის წესრიგს როცა ვქნით ხოლმე ხშირად ვამბობთ ორგანიზატორებიც გუნდიც რომ ნეტა ჩვენს დროს ყოფილიყო რამე ასეთი. ჩვენს ბავშვობა. რაიმე ისეთ სივრცე ფესტივალი, კონფერენცია, სადაც შეგიძლია რომ 3 დღეში მიიღო მიმართულებები და ცოდნა ამ სფეროში რა ხდება, რა მიმართულებები არსებობს, რა პერსპექტივები მაქვს, რა მაინტერესებს და ამ ხრივ დამწყები ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ არ აქვს გამოცდილება ამ მიმართულებით, არის იდეალური სივრცე. განსაკუთრებით ალბათ ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებისთვის სტიპენდიებიც გვაქვს, რომ შეძლონ დასწრება უფასოდ. ჩვენს სოციალურ მედიაში შეუძლიათ რომ ნახონ შესაბამისი ინფორმაცია. მართლა იდეალურია რომ ყველა მიმართულებით გაიგო რა ხდება, სად არის ახლა ეს სფერო და მე ამ სფეროში სად შეიძლება ვიყო, ან მეორე სფეროში. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო იქნება მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც პროფესიული არჩევანის მიღების ღვარზეა და თუნდაც წელს ასე ვთქვათ, ამთავრებენ სკოლას და ასე შემდეგ. ან ზოგიერთ შემთხვევაში შეცვლის, რაც უკვე საკმაოდ აქტუალური საკითხია, ესეც ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს. და ბოლოს სპიკერებზეც მინდა რომ ვკითხოთ საერთაშორისო და ადგილობრივი, როგორ იქნება თანაფარდობა და წელსთვის უნდა ველოდოთ, მათ შორის კომპანიებიც ვინ იქნება წარმოდგენილი ხელმძღვანელების, ასე ვთქვათ, ფიზიკური წარმოდგენილი. წინა წლებში ყოველთვის ასე ვიწყებდით ხოლმე რომ გვეყოლება სპიკერები და წელსაც მართლაც გვეყოლება Microsoft-დან, Google-დან, Pinterest-დან, GitHub-დან, Mozilla-დან და ამით ძალიან ვამაყობთ, მაგრამ ასევე ვამაყობთ იმითაც, რომ ძალიან არის გაზრდილი მოთხოვნა ჩვენს მონაწილეებში ქართველ სპიკერებზე. იმიტომ რომ არის მომენტები, როცა შეიძლება უფრო პატარა სტარტაპის წარმომადგენელს ჰქონდეს ძალიან ბევრი სათქმელი და საკმაოდ რელევანტური ადგილობრივი საზოგადოებისთვის. თანაფარდობა ალბათ 60-40-ია, საერთაშორისო სპიკერების 60-70%, დანარჩენი ქართველი სპიკერები. ანუ გლობალური ტექ გიგანტების წარმომადგენლები ისევ ადგილზე იქნებიან და ამის გარეშე არ დატოვებთ, მაგრამ ხო მნიშვნელოვანია რომ მათ შორის მათ ენაზე, მათი რაღაცა ჩვენ ერთიანი გამოცდილებით და უფრო გასაგებად და ქართული კომპანიებიდანაც გვეყოლებიან ძალიან კარგი სპიკერები, ნაწილს უკვე იცნობს ჩვენი აუდიტორია, ნაწილს გაიცნობს, ძალიან ბევრი აქვს მათაც სათქმელი და ასეთ არაფორმალურ სესიებზე როგორიც წაღან ჩამოვთვალეთ, კითხე რაც გინდა სესიები, რაც ნეტვორკინგის ცალკე სესიები, შეუძლიათ რომ ამ ადამიანებს გაესაუბრონ, დაეკონტაქტონ, ან უბრალოდ დაესწრონ მათ სათნახევრიან ვორქშოპებს და სათნახევარში აითვისონ ახალი უნარ-ჩვევა, ან უბრალოდ წინ წაიწიონ მონაცემთა ანალიზის მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა, ჯუბო, წარმატება თქვენ და დატაფეს და ხო, პრინციპში ამ 9 წელმა აჩვენა, რომ თქვენს წიაღში იბადებიან ისეთი მათ შორის სპიკერები, რომლებიც შემდეგ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო არიან და არ მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური
ბაზრისთვისაც ქმნიან და ავითარებენ სტარტაპ ეკოსისტემას და არა მხოლოდ, ხო? მადლობა და იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი და წარმატებული იქნება წლევანდელი Data Fest-იც თქვენთვის და მონაწილე თითოეული ადამიანისთვის. ცხადია, ჯუბო ბერიძიშვილი Data Fest თბილისი 2025-ის ორგანიზატორი იყო.